ძალიან სასიხარულო ამბავი მაქვს. გუშინ რამდენიმე საათი მუშაობდი ერთ ძველ პროექტზე და დავასრულებ პლაგინის პირველი ვერსია, რომლის დახმარებით შემდეგში, როდესაც საიტიდან პროდუქტს გავაზიარებთ სოციალურ ქსელში, უშუალოდ პროდუქტის ფოტოსთან ერთად გაზიარდება მის სათაურიც, რომელიც იქნება ფოტოზე ზემოთ. ან შემდგომ მეორე მესამე ვერსიებში შეგვიძლია ნებისმიერი ინფორმაცია, მაგალითად ფასი, რაოდენობა უშუალოდ ფოტოშივე ჩაშენდეს. აი ახლა მაგალითად Amazon-ის რომელი პროდუქტი რო გავაზიაროთ მესენჯერში, წამოიღებს უშუალოდ პროდუქტს. მაგრამ ამ პლაგინის დახმარებით წამოიღებს სათაურსაც, რომელიც იქნება ფოტოზე. ეს შეიძლება პროდუქტებისთვის დიდი განსხვავების მომცემი არ იყოს, მაგრამ აი მაგალითად ბლოგების საიტების შემთხვევაში, ნიუსების საიტების შემთხვევაში იქნება ძალიან კარგი, იმიტომ რომ როდესაც მაგალითად Facebook-ს სკროლავენ, ძირითადად ფოტოებს უყურებენ და არა წარწერებს, ახლა ფოტოზეც იქნება ზემოდან წარწერა და ეს გაზრდის კლიკების რაოდენობას. რაც იყო ჩვენი მიზანი ამდენი ხნის მანძილზე და გუშინ რაღაცნაირად ჩაუჯექი და პირველი ეტაპი მორჩა. ხა მეორე ეტაპი იქნება ჩამოწერა გაუმჯობესებების, თქვათ, რისი გაუმჯობესება შეგვიძლია და მერე უკვე მესამე ეტაპი admin პანელის მოწყობა, რომ მომხმარებელი, რომელიც ამას დააყენებს, იქვე შეცვლის ყველა დეტალს, აი მაგალითად სათაური უნდა იყოს, თქვათ, ბოლოში, ქვევით ფოტოს, ზემოთ, შუაში, მარცხნივ, მარჯვნივ, ფერი რა კონდეს, ფონტი რა კონდეს და სუფთად რა. ღილაკებით რომ მოუწიოს მართვა. უფასო ვერსიაში ალბათ ეგ არ იქნება. რო წარმოვიდგენო ხელაში რომ უნდა ჩაიდოს. მაგრამ უფასო ვერსიაში იქნება საწყისი basic ნაწილი, შავი სათაური, ლამაზად დაეწერება ფოტოს. ფეხით ჩავედი და ჩამოვედი ჩემს კაფეში. იდეაში საწერად წავედი, მაგრამ რომ მივედი და დავჭიქი, მივხვდი რომ რაღაც ბოლომდე არ მქონდა გეგმა. რა უნდა ყოფილიყო და ასე ალთასა არ მინდოდა წერის დაწყება. მერე მეორე წიგნზე გადავედი, მეთქი იქნება რამე. იქაც გეგმა არ იყო, მხოლოდ ამდენიმე ეპიზოდი. რა ძალიან ცუდია. სამაგიეროდ შემდეგი ეტაპებიც დახათავისდებით, გეგმას გავწერთ და შემდეგ ჯერზე როცა წავალ, უკვე მექნება მონახაზი. ანუ გულისხმობ გეგმაში რა არის მერე ხდება და როგორ ხდება. ამ წუთას მუშაობთ წყვილთა შორისზე. ეს არის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრი და როგორც წინა ვიდეოებში ვთქვი, შუა და ბოლო ნაწილი უკვე მზად არის და დასაწყისი იქნება გადასაწერი, იმიტომ რომ რაღაც შეუსაბამობებია და დიდად ტექსტიც მართლა გავს აი სკოლის მოსწავლეს დაწერილს, რომელიც მართლა სკოლის მოსწავლის დაწერილია იმ ასაკში დავწერე და ისეთი კაი გარემოა. დროულად ჩამოვედი, რო დაბნელდება მერე აქ არაფერი არ ანათებს და თქვენი გიტარაც არ გვაქვს აპლიკაციაში რო შევედი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჯერჯერობით მიუწვდომელია და გასაგებია წინა კვირას გამოვიყენე ბოლოს და იმდენჯერ მოვცურდი კატარომ იყო 4 სიცოცხლეს დავკარგავდი.